პირველი ქართული გოლი 2026 წელს. რას ამბობს მიქაუტაძეზე ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი? იური ტაბადაძის კომენტარი შესანიშნავი გოლის შემდეგ. რომელ გუნდებს სურთ ციტაიშვილის და დავითაშვილის დამატება და სანდრო მამუკელაშვილით აღფრთოვანებული ტორონტოს მწვრთნელი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. 2026 წელი ქართველი ფეხბურთელებისთვის კარგად დაიწყო. წელს პირველი საგოლე მოქმედება გიორგი ჩაკვეტაძემ მიითვალა. გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდსმა 1 იანვარს ინგლისის ჩემპიონშიპის 25 ტურში ბირმინგემს უმასპინძლა და მეტოქეს 3-0 მოუგო. ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის მე-9 წუთზე საგოლე გადაცემაც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ შესვენების შემდეგ ქართველი შეცვალა. ამ შეხვედრის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ცვლილების მიზეზი ტრავმა არ იყო და ამ ნაბიჯით ფეხბურთელს გაუფრთხილდა, რადგან მას ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუწდა და ბოლო დროს ზედიზედ მოუხდა შეხვედრების ჩატარება. ამის შემდეგ ქართველის გუნდს ჰალ სიტისთან უნდა ეთამაშა, თუმცა ქართველი შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა. ამ შემთხვევაში მწვრთნელი ამბობდა, რომ რისკზე წასვლა არ სურდა და ჩაკვეტაძის დასვენება გადაწყვეტა. საბოლოოდ ჰალ სიტისთან დაპირისპირება უამინდობის გამო გადაიდო. შესაბამისად, ახლა უცნობია ითამაშებს თუ არა ქართველი შემტევი მომდევნო შეხვედრაში ბრისტოლ სიტისთან. აქვე მოკლედ გეტყვით, რომ ოფიციალურად ნიკოლოზ ჩიქოვანი უოტფორდში დაბრუნდა და მომზადებას იქ გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 18 წლის ქართველი უოტფორდმა დინამო თბილისიდან გასულ ზაფხულს დაიმატა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, თუმცა მაშინვე ის ბელგიურ კლუბში გაანათხოვრეს. ახლა კი ჩიქოვანი უოტფორდის მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს, თუმცა თავის გამოჩენის და თამაშის შანსი ახალგაზრდულ გუნდში მიეცემა. 2026 წლის პირველი ქართული გოლი კი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა. ქართველის ვილიარეალი სტუმრად ელჩეს დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა. ეს შეხვედრა და ეს წელიც მიქაუტაძემ შესანიშნავად დაიწყო. მე-7 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა. მე-13 წუთზე კი უკვე თავად გაიტანა და შეხვედრაში ერთ-ერთი მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეს ვილიარეალში ერთ შეხვედრაში 2 შედეგიანი მოქმედება აქამდე არ ჰქონია. შეხვედრის შემდეგ ქართველზე ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო მისაუბრა. მიქაუტაძე თუ ერთ დღეს კარგად ითამაშებს და სხვა ჯერზე ეს არც თუ შთამბეჭდავად გამოვა, ეს ნორმალურია. ეს ფეხბურთია. თავდამსხმელი ძალიან არის დამოკიდებული მთლიანად გუნდის თამაშზე. მისი გადამწყვეტი დარტყმები კი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. შეფასებებში ფრთხილები უნდა ვიყოთ. ის ჯერ ახალგაზრდა, სხვა ქვეყანაში თამაშის გამოცდილებით და ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი სჭირდება. ექნება როგორც კარგი, ისე ცუდი თამაშები, ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდები, თავდაჯერებას კი გოლები შესძენს და ასე მოხდება დღევანდელი შეხვედრის შემდეგაც. ბარსელონასთან თამაში მას რამდენიმე წუთიანი შთამბეჭდავი მონაკვეთი ჰქონდა. კვირის განმავლობაში კი საკმაოდ კარგად ივარჯიშა და ჩავთვალე, რომ დღეს მოედანზე გასვლას იმსახურებდა. დაცვაში ელჩეს მოქმედებებიც მისთვის შესაფერისი იყო. მიქაუტაძეს ჰქონდა მომენტები, ჩართული იყო თამაში, გაიტანა გოლი, გააკეთა საგოლე გადაცემა. შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგადად კი ახალწეულებისა და სხვა ეროვნების მოთამაშეების მიმართ ყოველთვის ფრთხილი ვარ. ამ გამარჯვების შემდეგ ვილიარეალს ლა ლიგაში 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხილში მესამე ადგილზეა. ქართველის გუნდს 49 ქულით ბარსელონა, 45 ქულით კი რეალი უსწრებს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვილიარეალს 2 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს საკუთარ მოედანზე ალავესთან გამართავს. მიქაუტაძის მსგავსად მორიგი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა იური ტაბადაძემაც. ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურში კადისი დეპორტივოსთან მარცხს ქართველმა გადაარჩინა. ეს შეხვედრა ფრედ 2-2 დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ ტაბადაძე შეხვედრაში 70 წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა. 95 წუთზე კი ქართველმა ლამაზი დარტყმით გუნდს მორიგი ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ეს ტაბადაძის მე-5 გოლი იყო და რაც ყველაზე მთავარია, ყველა გოლმა კლუბს ქულა ან ქულები მოაპოვებინა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ქართველმა მოკლე კომენტარიც გააკეთა. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ქულის აღებაში დავეხმარე. მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან დეპორტივო სატურნირო ცხილში ჩვენთან ახლოსაა. ოდნავ არ გაგვიმართლა და ორივე ბურთი რიკოშეტის შედეგად გაგვივიდა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ იღბალი დაგვაკლდა. დეპორტივოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ძლიერი ინდივიდუალური ფეხბურთელებით. მას წინააღმდეგ თამაში მარტივი ნამდვილად არ იყო და ქულა ავიღეთ, რაც პოზიტიური დასასრულია. ახლა მომავალზე და მომდევნო შეხვედრებზე ვფიქრობთ. ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის აღება. იმედი მაქვს მომდევნო ჯერზე, როდესაც გოლს გავიტან, ჩემი გუნდი მოიგებს. როგორც აღვნიშნე, დღეს არ გაგვიმართლა, მაგრამ მომდევნო შეხვედრებს თავდაჯერებულები ხვდებით.
შეგახსენებთ, რომ კადისი ლა ლიგა 2-ის 20 ტურის შემდეგ 31 ქულით მე-7 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი 9 იანვარს ხიხონს უმასპინძლებს. კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა კი 2026 წელი გამარჯვებით დაიწყო. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში პარიზული დერბი გაიმართა, სადაც პარი სენ-ჟერმენმა საფეხბურთო კლუბი პარიზი დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან შეხვედრამდე ერთი თხით ადრე ქართველმა შემტევმა ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო. ქართველი განაცხადში იყო, თუმცა ლუის ენრიკემ მისი მდგომარეობით არ გარისკა და ამ შეხვედრაში დაასვენა. ქართველის გუნდს საკმაოდ დატვირთული თვე აქვს. პარი სენ-ჟერმენი მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს საფრანგეთის სუპერთასზე მარსელის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრა ქუვეითში გაიმართება. შემდეგ არის საფრანგეთის თასის თამაში. პარი სენ-ჟერმენს ასევე იანვარში ელის ჩემპიონთა ლიგის 2 დაპირისპირება და ასევე ლიგა 1-ის 2 დაპირისპირება, სადაც 39 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ლანს 1 ქულით ჩამორჩება. ლიგა 1-ის მე-17 ტურში ასევე ითამაშა გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის მეცმა, რომელიც სტუმრად ლორიენს დაუპირისპირდა. ეს შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა. ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც 84 წუთი ითამაშა. და ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. გიორგი აბუაშვილს კი სამწუხაროდ თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია. შეგახსენებთ, რომ 17 ტურის შემდეგ მეს ლიგა 1-ის სატურნირო წყილში 12 ქულა აქვს და ბოლო მე-18 ადგილზე იმყოფება. მეცის გასულისთვის საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა კი შესაძლოა გუნდი შეიცვალოს. ზამთრის სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ უცხოურ პრესაში უკვე აქტიურად იწერება, რომ წიტაიშვილით ლიონი და ლილი ინტერესდებიან და პირველი ნაბიჯებიც გადადგეს. როგორც ცნობილია, კლუბებს სურთ, რომ დაბალი სატრანსფერო ღირებულებით ისარგებლონ და კონკურენტებს დაასწრონ. ლიონის და ლილის გარდა წიტაიშვილს ლაციოს, ვილიარეალს და ნაპოლის უკავშირებენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი წიტაიშვილი დინამო კიევის აკუთრება. მეცში ის იჯარით სეზონის ბოლომდე იმყოფება. ამ დროისთვის მისი საბაზრო ღირებულება 2,5 მილიონი ევროა. თქვენ სად ისურვებდით გიორგი წიტაიშვილის ხილვას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ზურიკო დავითაშვილის შესაძენად კი იანვარში 2 კლუბი იბრძოლებს. როგორც ცნობილია, სენტ-ეტიენს წინადადებით მალე ევერტონი და ბენფიკა მიმართავენ. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის დამატებას ცდილობს თურქული ბეშიქტაშიც. თუმცა მათი 12 მილიონიანი წინადადება გასულ ზაფხულს მწვანეებმა უკვე დაბლოკეს. ასევე ცნობილია, რომ ქართველის დამატებით ბენფიკას მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიოა დაინტერესებული. პორტუგალიელებმა უკვე გააკეთეს 8 მილიონიანი შეთავაზება, თუმცა ის დაიბლოკა. როგორც ცნობილია, სენტ-ეტიენს გუნდის ბომბარდირის გაყიდვა არ სურს, მაგრამ რა თქმა უნდა, შანსია, რომ სარფიანი შეთავაზების სანაცვლოდ ქართველი დათმონ. ამ შემთხვევაში თქვენ სად ისურვებდით ქართველის ხილვას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი მოგვიდეთ კალათბურთი და NBA, სადაც სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ ატლანტა ჰოუქს უმასპინძლა და მეტოქეს 17 ქულით 124-ით 117 მოუგო. მამუკელაშვილმა 31 წუთსა და 56 წამში 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია ის, რომ ამ პერიოდში ქართველს ბურთი არ დაუკარგავს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მამუკელაშვილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა სანდრო მამუკელაშვილმა და ტორონტოს მთავარმა მწვრთნელმა დარკო რაიაკოვიჩმა. ტორონტოში ბურთიან მოთამაშეს ენდობიან. მწვრთნელმა იცის, რომ მე შემიძლია ბურთის დარება და პასის გაცემა. საკუთარ თავს კარგად ვამზადებ, რადგან მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც გუნდს გამარჯვებაში მუდამ ეხმარება. საკუთარ თავს ვეუბნები, რომ რაღაცები 2025-ში დავტოვო და ახალი წელი სუფთა გონებით დავიწყო. გუშინაც კი ვიყავი სავარჯიშო დარბაზში და ვარჯიშობდი. ჩემი მენტალური მწვრთნელის დახმარებით თავს შესანიშნავად გბრძნობ და ეს თამაში ძალიან მეხმარება. სანდროს მთავარი პლუსი ისაა, რომ ის დიდებული ადამიანია და მინუსიც ის გახლავთ, რომ ჩინებული პიროვნება. რაც გულისხმობ, საქმე ის გახლავთ, რომ მამუ ცდილობს ყველაზე იზრუნოს. სურს, რომ ყველა ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და არავინ აზარალოს. არ ვიცი მიაქციეთ თუ არა ყურადღება იმ ეპიზოდს, როდესაც ის სწრაფ შეტევაში გაიქცა და შეეძლო იოლი ქულები აიღო. თუმცა ბურთი თანაგუნდელს მიაწოდა და მორიგი ასისტი მიითვალა. სწორედ ამას ვამბობ, სანდრო პირველ რიგში გუნდზე ფიქრობს. ასეთი ტიპის კალათბურთელები კი საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან. თუ კი ბურთს აცილებენ ან შეცდომას უშვებენ, ძალიან ბრაზობენ და მტკივნეულად რეაგირებენ. ამიტომაც სანდროს მუდმივად ვეუბნებით, რომ ის უბრალოდ იმ ადამიანად უნდა დარჩეს, როგორიც არის. ვუხსნით, რომ ძალიან გვიყვარს და ყველა შემთხვევაში მის გვერდში ვიქნებით. მამუ უკვე ძალიან კარგად თამაშობს. ჩვენთვის ბევრი სარგებლობა მოაქვს და იმისაც მჯერა, რომ კიდევ უფრო მოუმატებს. შეგახსენებთ, რომ რეპტორსი 21 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო წყვილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 6 იანვარს ისევ ატლანტასთან ჩაატარებს. ბოლოს წარმატებები უსურვოთ ქართველ სპორტსმენებს და თქვენ რომ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ახი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.